ზაფხული როცა გავლამაზდი. ჩვენი ოჯახი ყოველ ზაფხულს სუზანას ზღვისპირა სახლში ატარებს. მას შემდეგ რაც დავიბადე და იქამდეც ვიდრე დავიბადებოდი. მთელი წელი დღეებს ვითვლი, როდის გავემგზავრები იმ სახლში. მამას თუმრად ჩამოდის ხოლმე, მაგრამ ეს მისი გარემო არაა. ისე ვერ ერგება აქაურობას, როგორც ჩვენ, დედა და ბავშვები. ერთი, საზაფხულო სახლი დახუნძლულია მოვლენებით. სამი, სანაპირო. მოვდივარ. არის. ღამღამობით აუზში ცურვა. საღამოობით დედებთან ერთად ფილმის ყურება. და ბიჭები. უპირველეს ყოვლისა ბიჭები. ყველა ზაფხული წინას გავს. ყოველთვის მიყვარდა ის. სტივენ. ჩემთვის ყველაფერი ჯადოსნური, ყველაფერი არაჩვეულებრივი ივნისიდან აგვისტომდე ხდება. დრუს ეწყინება, რომ ბიჭების წინააღმდეგ რევანშს გამოტოვებ. სოფის უთხარი, რომ ბლოგზე იმუშაოს. დრუ მარტინესი შენზე წერს და შენ ფრენბურთზე ლაპარაკობ სერიოზულად? სულ ერთია. დრუს საბაბი სჭირდება, რომ მოგწეროს. თამაშს სერიოზულად მოეკიდე. ფსონად გუნდის ღირსებაა, ტეილორ. ხომ იცი, რომ არ დაგაღალატებთ. ბიჭების გუნდს უფლებას არ მივცემ, რომ მაჯობოს. მეგონა, ჩალაგებაში დამეხმარებოდი. დაგეხმარები. მოდი. მინიშნებას მოგცემ, ეგ არ წამოიღო. შენს გაზრდილ მკერდს არ გამოკვეთავს. ეს ის არ არის. უბრალოდ გირჩევ ლამაზი ტანსაცმელი წამოიღო. იქ ახალი საცურაო კოსტიუმი უნდა ვიყიდო. ისეთი იყიდე, რომ უცურავის არ გავდე. სერიოზულად? აწუჩი მივდივართ. უნდა წავიდე. არა, კიდევ 10 წუთი გვაქვს. ვიდრე გაგიშვებ, მინდა გავიგო. რა სურვილი გაქვს? საზაფხულოდ. რა გინდა? არ ვიცი. პატარა მატყუარა, როგორ არ იცი? გინდა კონრადთან იჟიმაო, მისი ენა გინდა ჩაიდო პირში, პატარა ბოზო. მოკეტე. იმას გეუბნები, რომ 12 წლიდან გიყვარს. მიხედე საქმეს. ჯერ ერთი საზიზღრობა, მეორეც არ აქვს მნიშვნელობა. მე რას ვაკეთებ, ის სხვაგვარად მხედავს. დაგინახავს. უნდა ეს თუ არა. ახლა სულ სხვანაირი ხარ ვიდრე გასულ ზაფხულს. გიждები ამ მოგზაურობაზე. ეს იგივეა, რომ დიდი ხნის შემდეგ სახლში დაბრუნდე. ცოტა ხმას დაუწიეთ რა. ხო. მინდა რომ ზაფხულში უფრო მეტად მომეხმაროთ. ნუ ჩადებთ ჭურჭელს ნიჟარაში, ჩადეთ ჭურჭლის სარცხ მანქანაში და არა მხოლოდ საკუთარი. მაგრამ კარგი სტუმრები იყავით. დედა, სუზანს ხომ ყავს? მოახლე. სტივენ. კარგი, მაპატიე. დედას უცნაური დამოკიდებულება აქვს ფულისადმი, იმიტომ რომ სუზანას ბევრი ფული აქვს, ჩვენ კი ცოტა. უბრალოდ თავაზიანები იყავით და ისე მოიქეცით, როგორც კარგად აღზრდილი ბავშვები. სტივენ, ეს ნიშნავს, რომ გვიანობამდე არ უნდა იარო გარეთ. დედა, უკვე დიდი ვარ. და მეც შეზღუდვების გარეშე ვარ, არა? შენ რა გინდა შეზღუდვა, მაინც არსად ადიხარ. ნუ სულელობ. რა? ბელი, ამას განვიხილავთ თუ საჭირო გახდება. შენ დამპირდი, რომ მანქანის ტარების უფლებას მომცემდი. ბელი, მეც დაგპირდი.
ხო, მაგრამ შენ მაგრიტიკებ. რა? მაპატია. გამარჯობა. სკოლაში ბიჭები არ მიყურებენ. ისინი ტეილორს უყურებენ. შეიძლება ითქვას, მე იქ თითქოს არც ვარ ხოლმე. პირველად ხარ აქ ჩამოსული? არა, მართლა? მეგონა, ყველა ლამაზ გოგოს ვიცნობდი. მოხვალ დღეს კოცონზე. ამ სეზონზე პირველია. შეიძლება. მოდი, მეგობრებს გაგაცნობ. იქნებ მოვიდე. გამომყვები ღონისძიებაზე. მინდა წიგნებს წარწერები გაუკეთო, ვიდრე მკითხველი მოვა. გახსოვს? კალთაში რომ იჯექი ხოლმე, ვიდრე მე ავტოგრაფებს ვარიგებდი და ყველა ეგზემპლარზე პატარა ვეშაპს ვახატავდი. არა, არ მახსოვს. მე ავიღებ. მადლობა. მოდი მოვილაპარაკოთ. გამომყვები და საღამოსთვის დესერტს აირჩევ. მოგვიანებით შევხვდებით. რა? არაფერი. აქ იგივე სურნელია. გემოც იგივეა. თითქოს ეს ადგილი ჩემს ჩამოსვლას ელოდა. მოვიდნენ. როგორ ხართ? გამარჯობა, ღმერთო. გამარჯობა. როგორ მომენატრეთ? როგორ მიხარია? მომენატრე. გამარჯობა. სპორტდარბაზში დადიხარ ძმაო? ვინ ჩამოსულა ასეთი გაზრდილი? დამსვი. ჯეფ, აქ მოდი. სათვალით უფრო მომწონდი. დასანანია. მე უსათვალობა უფრო მომწონს. ბავშვებო, არ ვიცი თქვენ რას ფიქრობთ, მაგრამ დროა ბელი ბომბი მოვაწყოთ. ბომბი. აი ასე. მზად ხარ? ბელი ბომბი. მიჭირავს. აი ასე. მზად ხართ? 1 2 3 როგორია წყალი? ხელის გული მეტკინა. დამეხმარე. გამიშვი.
ღმერთო, ლორელ, რამდენი რამე მოიტანე. ხომ გითხარი არ შეწუხებულიყავი. თქვენ სუპერმარკეტში დიეტური კოლა არა? გამარჯობა. წყალი ჩამოგდის წურწურით. ლორელ, ის მზე თუ ნახავია. მადლობა. ყოველთვის ლამაზი იყავი, მაგრამ ახლა კაცი თვალს ვერ მოგწყვეტს. მე მგონი არ შევცვლილ ვარ. როგორ არ შეცვლილ ხარ? შენ იზრდები. იფურჩკნები. სუზანა ისე ლაპარაკობს, რომ მეც ვიჯერებ. ლორელ, ის შენი ასლია. ყველა ამბობს, რომ მამას გავარ. როცა ერთმანეთი გავიცანი, დედა შენი შენ ხელა იყო. ოღონდ აი, კერდი საერთოდ არ მქონდა. კარგი რა, დედა. მამას დაურეკე და უთხარი, რომ კარგად ჩამოვედით. სტივენს უთხარი, დაურეკოს. მე შენ გეუბნები, ხომ იცი, ენატრები. ზაფხულის ბოლოს ხომ ნახავ. 4 ივლისს ჩამოვა. ჩამოვა? ყოველთვის ჩამოდის. გასულ წელს არ ჩამოსულა. მაშინ ახალი გაყრილები ვიყავით, ახლა კი მეგობრები ვართ. მისტერ ფიშერი სადაა? ლონდონში. სულ სადღაც აგზავნიან. მოგვიანებით ჩამოვა. ჯერჯერობით კი მხოლოდ ქალები და ბავშვები, როგორც მოგწონს. გამარჯობა პატარა. არ მჯერა რომ დათუნია შეინახე. სულელო, მას არასდროს გადავაგდებ. წამოდი, უახშმამდე ვიბანაოთ. არა, დედას უნდა გავყვე. ვეშაპების ზღაპრებზე ავტოგრაფები უნდა დაარიგოს. მთელი დღეა სანაპიროზე მინდა წასვლა და შენ გელოდებოდი. გთხოვ, გამუდარები. გთხოვ. ჯანდაბას წავიდეთ. გარეთ შევხვდებით. ახლავე მოვალ. მალე მოვალ. ქალაქში მიდიხარ? ციგნებზე ხელმოწერები უნდა გავაკეთო, მაგრამ ბელი მოკეანეში გამცვალა. მე წამოყვები ოღონდ ჯერ საგარეუბნო კლუბში შევიაროთ. საგარეუბნო კლუბში? არა ღმერთო, მარტო წავალ. შევამოწმებ საჭმელს შენი დღესასწაულისთვის. საჭმელი? შენ ხომ თქვი, სულ რაღაცა 2-3 ბოთლს გავხსნითო. მხოლოდ მსუბუქი ხემსი იქნება და მშვიდი. აუცილებელი არაა შემოხვიდე, შეგიძლია მანქანაში დაიცადო. კარგი. ოღონდ სწრაფად, დიდხანს არ დამტოვო, თორემ გაბრაზდები. წავედით. კარგი, მზად ვარ. იცოდი, რომ მამა ჩემი 4 ივლისისთვის ჩამოდის. მაგარია. უცნაურად არ გეჩვენება? არა, გიждები მამა შენზე. წელიწად ნახევარია, რაც გაეყარნენ. მაგარი დედა გყავს, სულ კიდია. ზუსტად, კიდია, იმიტომ რომ მას უნდა და გაყრა. თუ არ გინა ქორწინება, არც უნდა იყო ქორწინებაში. მეგბებია ჩემს უთხარი. რომ გაიგოს ამბავი გული წაუვიდა. იცოდი, რომ მამას უკვე ახალი მეგობარი ყავს. და დედა შენი, მას ყავს ვინმე? არა. მამამ წვერი მოუშვა. მამას წვერი აქვს? ხო, მგონია რომ უფრო მაგარია. და ასეა? მე მგონი. მთელი წელი ველოდი ამას. შევეჯიბროთ? არა, არ მინდა. შენ ძალიან გრძელი ფეხები გაქვს. კარგი რა. არ შემიძლია. საუკეთესო სტარტი. თაღლითო. დღესასწაულისთვის მზად ვართ. მშვენიერია, დიდი მადლობა. ტურნედან მოდიხარ? ეს წიგნი ტურნეზე არ წარმიდგენია. გამოცემა მუხმაუროდ ჩაიარა. უკაცრავად.